ეკომეტრი. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება თან მაქსიმალურად. კანონი ამოქმედ და შედეგებზე და მოსალოდ ნეუტრალებებზე ვისაუბრებთ დღეს პროგრამა ეკომეტრში. ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი მოგესალმებით, გამარჯობათ მეგობრებო. ფიქრობთ ეს ერთი იმ კანონთაგანია, რომელიც ყველას მოგვეწონა და რომელსაც ყველა უჭერთ მხარს. მე ახლახანს გახდით ოზურგეთის რაიონში და იქ იყო ასეთი ფაქტი დაფიქსირებული, რომ მანქანიდან გადმოაგდო ვიღაცამ სიგარეტი და დაჯარიმდა საკმაოდ სოლიდური ჯარიმით. მე არ შემხვედრია ადამიანი ჩემს ირგვლივ პერიფერიაში, რეგიონებში, რომელსაც ეს კანონი არ მოწონებოდეს, რა თქმა უნდა, არ მოწონდეს. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ ის საარსებო არეალი იყოს დაბინძურებული პოლიეთილენის პარკებით, პოლიეთილენის ბოთლებით და იმ სამარცხვინო მდინარეები რომ ადიდდება, ეს ჩვენი ულამაზესი საქართველოს მდინარეების ნაპირები სირცხვილია უბრალოდ ისე დღეშია და აღარს ვამბობ იმ უნიკალურ რეკრეაციულ ზონებზე, მაგალითად თუშეთში, სადაც ადამიანის ფეხი მე ვარ რამდენიმე ხნის წინ ამყოფი და დღეს უკვე პოლიეთილენის პარკებია და პრობლემაა ნამდვილად არავის არ გვინდა რომ დაბინძურებული იყოს ეს ყველაფერი. ეს არის კანონი, რომელიც ყველას მოგვეწონა და რომელსაც ყველა უჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან თამამად, მაგრამ კანონის აღსრულების პროცესში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტებიც, რომელიც გასათვალისწინებელია. ხელისუფლებისგანაც, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან და მეწარმეებისაგან და თითოეული ჩვენგანისგან. მაგალითად, არის თუ არა განთავსებული მაგალითად ნაგვისურნები ტრასებზე ან რეგიონებში. არიან თუ არა მზად ჩვენი მეწარმეები ან მშენებლები იმისთვის, რომ კანონმა იმუშაოს და ნაკლებად დაზარავდნენ. ანუ შეიმუშაონ ნარჩენების განთავსების გეგმა და საერთოდ რაც ჭირდება კანონის აღსრულებას. გადაცემის სტუმარი გახლავთ ქვეყნის მთავარი ინსპექტორი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნელი გორგოტაძე. დიდი მადლობა ქალბატონო ნელი, იმისთვის რომ მოგზანდით. შეკითხვები გექნებათ, დარწმუნებული ვარ, დაგვირეკეთ 240 91 92 240 92 92 და რა თქმა უნდა მოემზადოთ ეკოვიქტორინისთვის და ბრიზისთვის. ჩვენი ბარტეული დონორი გახლავთ სამოდელო კომპანია იმერი. ეს არის 20 წლიანი ისტორიით ევროპის, კავკასიისა და საქართველოს ბაზარზე შესანიშნავი კომპანია. სათაო ოფისი ქუთაისში აქვს, საწარმოცი ქარს განთავსებული მაღაზიები ბათუმში, ქუთაისსა და რა თქმა უნდა თბილისში. მიბრძანდით ბულაჩაურის ქუჩაზე იმერის მაღაზია, ფასდაკლება გრძელდება, არჩევანი დიდია. თანაც ეს ყველაფერი ქურთუკები, მანტოები, აბები, მამაკაცის პალტოები და კოსტიუმები ჩვენი ქართველი მოდელიორების გაკეთებულია. გავაკეთოთ სწორი არჩევანი მხოლოდ ქართული წარმოების, ჩვენი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. ეს ყველაზე კარგი არჩევანი იქნება. გახსოვდეთ, თქვენს მიერ ქართულ პროდუქციაში გადახდილი თითოეული თეთრი ჩვენი ქვეყნის წარმოებისა და ეკონომიკის აღორძინებას ემსახურება. ხელს უწყობს თქვენივე თანამემამულეების დასაქმებას. გარსაცავი ზოლები იცავს ნიადაგს. უნარჩუნებს ნაყოფიერებას. ნაყოფიერი ნიადაგი კარგი მომავლის გარანტია. მათვის ვინც გვიყურებს და ვინც გვისმენს, შეგვეხმიანეთ 240 91 92 240 92 92 პროგრამა ეკომეტრის სტუმარია საქართველოს მთავარი ინსპექტორი ქალბატონი ნელი გორგოტაძე. ქალბატონი ნელი, დავიწყოთ საწარმოებიდან. უბრალოდ შედეგები, მე როგორც ვიცი, უკვე პრესაში არის, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამოქმედდა ეს ყველაფერი. აბა ნახოთ როგორ ამოქმედდა, შედეგები როგორია და რა ჯარიმებია. ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ინტენსიურად შემოდის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობას მოგახსენებთ. ამ თემის კიდევ ერთხელ გააქტიურებისთვის, იმიტომ რომ ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს აქამდე ქვეყანაში არ არსებული ფაქტიურად იერარქია ნარჩენების მართვის
მოგეხსენებათ, რომ არ ქონდა არანაირი მარეგულირებელი ერთიანი დოკუმენტი ქვეყანას და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით რაც გახლავთ ნარჩენების მართვა ქვეყანაში, ამ კანონმა დაადგინა მთელი რიგი ვალდებულებები, როგორც თქვენ ახსენეთ, როგორც ფიზიკური პირების მიმართ, ასევე კომპანიების და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. პრემიერის ინიციატივა იყო, რომ ეს უნდა მომხდარიყო საკმაოდ სწრაფად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა დამსგავსებოდა ცივილიზებულ ქვეყანას, შექმნილიყო შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ ჩვენ მათ შორის სახელმწიფო უწყებებსაც ვქონოდა სტიმულაცია და мотивация იმისთვის, რომ სწორად გვემართა ეს ნარჩენები, სწორად გაგვეთავსებია და ასევე სწორად მომხდარიყო აღსრულება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ ბრძანეთ, კანონი ამოქმედა 2015 წლის 15 იანვრიდან და ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება კანონის აღსრულების პროცესში. ეს გახლავთ გარემოსდაცვის სამინისტრო, გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი უფლებამოსილი პირები, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია და თვითმმართველობის ორგანოები, რომელთაც ეყოლებათ შესაბამისი უფლებამოსილი პირები, რომლებიც განახორციელებენ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულებების აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები. ეს ყველა უწყება დაინტერესებული უწყებები საკმაოდ ინტენსიურ კონსულტაციებს გავდიოდით და იმიჯნებოდა სფეროები ბუნებრივია, როდესაც ხდებოდა კანონპროექტზე მუშაობა. საკმაოდ აქტიურია საპატრულო პოლიცია, თვითმმართველობის ორგანოებმაც დაიწყეს ამ კანონის ამოქმედებიდან უკვე თავიანთი ვალდებულებების შესრულება და აღსრულება ამ კოდექსის და ბუნებრივია გარემოსდაცვის სამინისტრო, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი და მთავარი მოთამაშე ამ სფეროში, გარემოსდაცვის სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და კონკრეტულად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელსაც ევალება რეალურად ამ კანონისში დადგენილი მუხლების აღსრულება. ჩვენ მოგეხსენებათ, გვყავს ტერიტორიული ორგანოები, ტერიტორიული სამსახურები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს ინტენსიური მაგაზეც მოგახსენებთ, ინტენსიური პატრულირება მიმდინარეობს ჩვენს რეგიონებში და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ამოცანა ქვეყნისთვის, ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და ჩვენ საშტატო ერთეულებს დაემატა ასევე რეგიონებშიც შეიქმნა დამატებითი სამოქმედო ტერიტორიების გათვალისწინებით დამატებითი სამსახურები და სწორედ ამ მიზნისთვის დაგვემატებიან ჩვენ ადამიანები და მოხდება სწორად აღსრულება, დროულად აღსრულება და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ეს იყოს პრევენციაზე ორიენტირებული სამუშაო, პრევენცია იყოს მთავარი და ამის შემდგომ დიახ. თუმცა ბუნებრივია, ჯარიმებსაც ვერ აუვლით გვერდს, ანუ ადამიანები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს, ბუნებრივია დაჯარიმდებიან და კოდექსში საკმაოდ დეტალურად არის ყველა დარღვევაზე განსაზღვრული ჯარიმა. იცით რა, ეს ძალიან კარგია, რომ დეტალურადაა განსაზღვრული, მაგრამ მოდით ახლა ეს არ არის ეკოპოლიცია, ხო? ეს არ იქნება ეკოპოლიცია და განსაზღვრულია ეს ყველაფერი ქაოტონელი, მაგრამ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მე შესაბამისი კანონმა რომ იმუშაოს, მას უნდა მოუყვეს პარალელურად იგივე ნაგვის ურნები მაგალითად ტრასაზე, იმიტომ რომ მე გამიჩნდა შტაბ-ეჭდილება, კიდევ იყო შემთხვევა, რომ ვიღაცამ სიგარეტი გადმოაგდო, ფოტოს გადაღებაც გვინდოდა, სხვათა შორის გადამღები ჯგუფ, რომელიც ზურგეთში ვიყავ, აპირებდი გადაღებას, უბრალოდ რაღაც უხერხული გამოჩა ის დასმენის მომენტი Facebook-ზე გვინდოდა დაგვედო, მაგრამ იცით რა, აი ერთი მომენტი იყო Facebook სოციალურ ქსელებში ეს იყო აქტიურობა. დიახ, მაგრამ იცით რა, აი როგორ მოხდება ზედამხედველობა, მე მესმის ან ადგილობრივი ორგანოები როგორ ჩაერთვებიან აქ. დიახ, კი ბატონო, მოგახსენებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კანონმა ასევე გაითვალისწინა, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ნარჩენები განათავსონ სწორად და იმ ადგილას, სადაც უნდა განათავსონ. თუნდაც პრევენციისთვის. დიახ, გასაკვირველია, თუნდაც იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი ადგილების დაბინძურება, ან გნებავთ, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც სადაც არ მიეწოდება ამჯერად ინფრასტრუქტურა, კანონმა თქვა, ამდაგვარი დათქმა გააკეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მოაწესრიგონ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სერვისები, უნდა მიაწოდონ შესაბამისი სერვისები მოსახლეობას და მხოლოდ ამ შემთხვევაში ამოქმედდება იმ ტერიტორიაზე ეს კანონი. და თვითმმართველობას აქვთ ამის ვალდებულება, რომ ერთ წელში უკვე უნდა გამართონ ეს ინფრასტრუქტურა, უნდა მიაწოდონ სერვისები. ვადებიც არსებობს, კი, ბუნებრივია, გაწერილია დეტალურად არის კანონში გაწერილი ყველა ვადა და თვითმმართველობები მზად არიან ამისთვის და ისინი თავიანთ ბიუჯეტსაც სწორედ ამ მიმართულებით დაგეგმავენ.
შეიქმნება ასევე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები, რომლებიც კონტროლს გაუწევენ. ეხლა რაც შეეხება კონტროლს, რა მექანიზმები არსებობს, კონტროლის მექანიზმები, ჩვენ მოდით ვისაუბროთ ეხლა დაყრაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დანარჩენ შემთხვევებშიც კიდევ დამატებითი, ასე ვთქვათ, მექანიზმები არსებობს კონტროლის. როგორც მოგახსენეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მოგეხსენებათ ავტობანებზე და გზებზე საკმაოდ ინტენსიურად პატრულირებს პატრულის მანქანები და მათ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობაც მათ შორის, რომ მოახდინონ რეაგირება დარღვევებთან დაკავშირებით. ბუნებრივია თუ გარემოსდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გადააწყდება დაყრის ფაქტს, მასაც აქვს ამისი შესაბამისი უფლებამოსილება და შესაძლებლობები და ასევე თვითმმართველობის ორგანოები. ანუ მეტნაკლებად ამ მიმართულებით გამართულება ბუნებრივია შესაძლებლობების გაძლიერება საჭიროა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით თვითმმართველობის ორგანოებით, რომ მათთვის ეს გახლავთ შედარებით ახალი რეგულაცია, თუმცა მანამდეც არსებობდა ფრაგმენტულად ეს ადმინისტრაციულ სამართალდროულ კოდექსში სხვათა არ მუშაობდა. აი ეს ასე დეტალურად გაწერილი არ არსებობდა თორე. ნარჩენების დაგროვებასთან შედარებით დაყრასთან დაკავშირებით არსებობდა ადმინისტრაციულ სამართალდროთა კოდექსში. აქედან ანუ იქ იყო საკმაოდ პრობლემატური საკითხები იდენტიფიცირება, თუ გნებავთ ნარჩენების, რა ტიპის ნარჩენი იყო და ამ კოდექსმა საკმაოდ დეტალურად დეფინიციების დონეზე განსაზღვრა ტერმინოლოგიაც, მათ შორის რა ტიპის ნარჩენი, როგორი ნარჩენია. ხო, აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ ალბათ გვექნება მაგრამ შემოვიყვანოთ მსმენელი გისმენთ. გამარჯობა ქალბატონო. ძალიან ბევრჯერ დავრეკე ამ საკითხზე. რაღაცა ვერ მივაღწიე მიზანს. კი ბატონო, აბა ვნახოთ რა. მე ცხოვრობ საბურთალოზე და ნუბანში არ ვარ, თორემ აქამდე იქნებ რა ვის გავაკეთებდი. ვერის პარკი თუ იცით, კიროვის პარკი. დიახ. აი პარკს რომ ასუფთავებენ, კრიან დაბლა იმას რა ქვია ნაგავს პარკის ნაგავს რა სახის ნარჩენი ნაგავს სიგარეტი რაღაც სიგარეტი ალბათ ეს რა ვიცი მე ბოთლები ხეები გადატეხილი სანაპიროდან ამოსასვლელი რომ არის კიბეები იქნებ იცით ვინმე ძველად იყო დიახ ხდი მე გიორგი ჩოგოშვილის და მის გადაცემას და ყოფილი დიახ თქვენ უკვე მე რამდენად რეკავთ დიახ არ ვიცი მე რამდენ მაპატიოს მსმენელს კი ბატონო თქვენ ჩემთანაც დაარეკეთ კი ბატონო მაპატიოს მსმენელმა ძალიან შევაწუხე მე კიდევზე მიხდება სიარული და გავჩერდები ხოლმე და უყურებ როდის მოვიყვანო აქ ვინმე დასუფთავება და გამწვანების სამსახურები იქ აუცილებლად არის საჭირო ბატონი თემური აღარ მოხსოვს რა გვარია მინისტრის მოადგილე მერიდან გაგენელი იყო და მე არ მეხებაო, მაგრამ ახლა მერიაში მივდივარო და მაგ სამსახურებს ვაგებინებო, მაგრამ რა ვიცი რა ხდება. კი ბატონო. და გამწვანების სამსახური იქ არ შეიძლება სამი თვე ვერ დაასუფთავონ იქაურობა. ძალიან საინტერესოა. მეორესაც მსმენელიც არის ქალბატონელი. გისმენთ? გამარჯობა. აი ორი თხოვნა მაქვს უფრო სწორედ ვიკითხვა. ჩოხატაურის რაიონში ვისვენებთ ხოლმე. ზაფხულობით ვარ და იქ რაღაც საშინელება ხდება. მდინარე სუფსა გადის და იქ არის შუქის ფულს რო ვიხდით იქა. იცით ტუალეტი უკაცრავად გადადგმულია პირდაპირ მდინარეზე. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ. აი სუფსას ეს ერთი და მეორე კიდე იქვე ჩაის ესე იგი ჩოხატაურის რაიონში არის ინტაბუეთი ჩვენი სოფელია და ჩაისუბნის გვერდზეა და რა არცით იქ ქოროშამ პატარა ღელე მდინარე რა ვიცი რაც და ბავშვებიც თამაშობენ იქ არის ერთი ამბავი და ერთი სანაგვე ყუთი არ არის და ხალხი რა ვიცი ალბათ იძულებულია თუ რაღაც ზოგი კი მახსოვს ბებიად ტუალეტი არ არის ალბათ აქ ის არ არის მაგრამ აი ეს პარკების ნაგავი ოჯახის ნაგავი თუ კი რამე არის ყველაფერი იქ იყრება ეს ისიც საშინელება სხვა შორის მე მიმართე იქ რაიონული ადგილობრივი ორგანოებს დიახ მართლობრივი არანაირი პასუხი და ის არ იყო და ძალიან ნაკთხოთ უკვე რამოდენიმე წელია რომ ჩავდივარ ყოველთვის ვაწუხებ იმათ მაგრამ დიდი მადლობა ქალბატონო ქალბატონელი აი პრობლემები
პირველი ქალბატონის ზართან დაკავშირებით მეც პირადად რომ გავალ ეთერიდან პირადად აუკავშირდებით თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელობას შევახსენებ ამ პრობლემის თავზე მე ვფიქრობ მათთვის სავარაუდოდ ცნობილია ვინაიდან ქალბატონმა უკვე მე რამდენი დარეკა მე ასევე გადავამოწებ ამ ინფორმაციას და ვთხოვ რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ ტერიტორიის დასუფთავება რაც შეეხება ჩოხატაურთან დაკავშირებით ამ კანონმა ასევე დაადგინა ფეკალური მასების ტერიტორიის დაბინძურება საკანალიზაციო ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმები და სანქციები არის განსაზღვრული. კი ბატონო. ნებისმიერი ასეთი კვების ობიექტი, რომელიც ბევრია ტრასაზე. სამწუხაროდ ძალიან ხშირია საქართველოში კანალიზაციის პრობლემებისგან გამოწეული დაბინძურება და საკმაოდ ინტენსიურად არის დაწყებული განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ცენტრებში განწმენდი ნაგებობების მშენებლობა. ამ მიმართულებით მუშაობს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თუმცა ბუნებრივია ამ დიდი განწმენდების მოწყობა ვერ მოხდება ყველა პატარა სოფელში, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლითაც შესაძლებელია რომ გაიწმინდოს ეს ფეკალიები და მხოლოდ ამის შემდგომ ჩაეშვას ზედაპირული წყლის ობიექტებში. ამას გარკვეული თანხები ჭირდება და ამ მიმართულებით სახელმწიფო ნამდვილად ფიქრობს და მუშაობს. ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს გარემოსდაცვის სამინისტროს მუშაობა კანონ პროექტზე, რომელიც დაარეგულებს წყალთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც დაბინძურებასთან მიმართებაში, ასევე წყალაღებასთან დაკავშირებით და ზოგადად წყალმომხმარებელთან დაკავშირებით. ანუ ამ მიმართულებითაც დაწყებულია ქვეყანაში მუშაობა. ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც მე შევეცდები, რომ ჩვენი რეგიონის მეშვეობით აუკავშირდეთ, იქნებ სადაც არის ინტენსიური ნაკადი მით უმეტეს დამსვენებლების და ხშირად ხდება ადამიანების მაღალი რაოდენობის კონცენტრირება იმ ტერიტორიაზე, უზრუნველყოს ადგილობრივმა თვითმმართველობა, რომ განათავსოს შესაბამისი სერვისები, რომ მოხდეს ამ ნარჩენების სწორად განთავსება. იცი რა, ერთი მომენტია ეს ორგანული წყალს აქვს თავისი თვისება ყოველ 10 მეტრში თვითგაწმენდის. თავარია ეს ორგანული დაბინძურებისგან, მაგრამ აქ არსებობს მეორე მომენტი, ქალბატონელი, ქიმიური დაბინძურება. მოდით გადავხედოთ ახლა ტრასების ნაპირები, რამდენად დაცულია, რომ მაზუთის კაცრავად ხوار მეშლება ტერმინი ნავთობპროდუქტებით დაბინძურების მომენტი არის. იგივე მოდით გადავხედოთ რა ჩვენ თვითონ რამდენი მანქანა ირეცხება მდინარეების ნაპირებზე. სულ მარტივად თქვათ არაგვის რომელიც სასმელად მიეწოდება თბილისს. აი არაგვის ნაპირებზე რამდენი მანქანა დაგინახავთ და რამდენი წმინდა მაგაზეც არსებობს სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მსვენელი შემოვიყვანთ და გავაგზავნეთ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ სიგარეტის გადაგდებაზე და ნავთობპროდუქტების დაბინძურებაზე სანქციები რანაირად შეიძლება ერთნაირი იყოს, როგორ მოხდება დივერსიფიკაცია, უკაცრავად დიფერენციაცია საინტერესოა. გისმენთ? მე ვარ? დიახ, ეთერში ხართ ხალბატონო. მე ძალიან აქტუალური გადაცემა, მადლობა გიხდით წინასწარ და ასეთი კითხვა მაქვს, რა ქვია. ცხოვრობ მეურნეობის დინაში და როგორც წესია, მოგეხსენებათ, რომ აქ დახურული ორმოები, უკაცრავად და კანალიზაციის დახურული ორმოები. საიდან რეკავთ ხალბატონო? მე რეკავ აჭარიდან. დიახ. ხო და ისე იგი სახლი დადგა ადამიანმა, კერძო სახლი დააშენა კანალიზაციის ორმოზე, 40 ტონიანი ორმოა. მე მოიფიქრა ის, რომ ის გახსნა და გაუშვა იმაში და ვის უნდა მიმართვა ამ შემთხვევაში. ხო, აი საწარმოების ვალდებულებები კიდე სხვა. გავაგრძელოთ ამ თემას იმაზე. დიახ, მეორე გისმენთ. უკაცრავად გაიჩი. ქალბატონელი, აი პირველ თემაზე გავაგრძელოთ მე მინდა ინდივიდუალურ ეს ქიმიური დაბინძურება და ორგანული და ამ კანონში ასევე განსაზღვრულია სახიფათო ნარჩენები რა არის, რა განეკუთვნება სახიფათო ნარჩენებს და შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიცირება, ეს გახლავთ სახიფათო ნარჩენი თუ არ არის სახიფათო ნარჩენი, მათ შორის ლაბორატორიული ანალიზის მეშვეობითაც. აქ არ არის მხოლოდ ჯარიმაზე საუბარი, თუმცა ჯარიმებიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი სახიფათო ნარჩენების ტერიტორიის დაბინძურების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში თუ მოხდება სახიფათო ნარჩენების ტერიტორიის დაბინძურება, ასევე ხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება, გააჩნია სად ხდება ეს წყლის ობიექტში ხდება თუ ნიადაგზე ხდება, ჩვენი გარემოსზე მიყენებული ზიანის მეთოდოლოგია, რომელიც მთავრობის რეგლამენტით, მთავრობის დადგენილებით გახლავთ დამტკიცებული, ასევე საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს იმ ვალდებულებებს, რა ვალდებულებებიც დაუდგებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი სახიფათო ნარჩენებით დააბინძურებენ ტერიტორიას. ანუ კიდევ ერთხელ რო განმარტო, მხოლოდ ჯარიმით არ შემოვიფარგლებით ამ შემთხვევაში, ასევე ანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც საკმაოდ
მსხვილია ხოლმე თანხაში გამოხატული და საკმაოდ დიდ რაოდენობას აღწევს და მეთოდოლოგიაში, ჩვენს მეთოდოლოგიაში არსებობს დათქმა იმ შემთხვევაში თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი, მასალები იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში. ანუ დგება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რაც თქვენ ბრძანეთ, მანქანების რეცხვა ზედაპირული წყლის ობიექტში, ესეც გახლავთ დასჯადი ქმედება, ეს რეგულაცია არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში და ამაზე საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ზედამხედველობის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ქალბატონმა ახსენა აჭარიდან სწორედ ამ ორმოების განთავსება, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს კოდექსი ადგენს სანქციებს იმ შემთხვევაში თუ მოხდება ფეკალური მასებით ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურება და ამავდროულად ჩვენ ვიღებთ სინჯებს და იქიდან გამომდინარე რა დამაბინძურებელი ნივთიერებებია ამ შემთხვევაში წყლის ობიექტში მოხვედრილი, ვანგარიშობთ ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობას და ვაკისრებთ სამართალ დამრღვევს, მათ შორის ლაბორატორიული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებასაც. კალდანელი, ეს იცით რა, ეხლა ვიღაცა მააშენა ბინა, დიდი ბინა და ეს რაღაც დარღვევა მოხდა იქ, უკვე ის ტრადიციულ. აი ხა საწარმოები თვითონ თუ არიან მზად იმისთვის, ესეც გარკვეულად ინფრასტრუქტურაა და მთელი ეს ქსელის მოწყობაა, ხო? საწარმოები არიან, ან ნებისმიერი საწარმოები გნებავთ ინვესტორი, კანონმდებლობა როგორ რაც შეეხება საწარმოებს, ჩვენ მოგეხსენებათ, ყავს რამოდენიმე მიმართულება, ანუ საწარმოები, რომლებიც ფლობენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და რომლებიც ექვემდებარებიან ტექნიკურ რეგლამენტს. იმ შემთხვევაში თუ საწარმო ფლობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, ანუ არის ეს თქვარი ესეთი სახიფათო დამაბინძურებელი, ან რაიმე ტიპის ისეთ საქმიანობას ახორცებს, საჭიროა რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩატარდეს და შემდგომ გაიცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებში და ნებართვის პირობებში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იმართოს სახიფათო ნარჩენები. ნუ გნებავთ არასახიფათო ნარჩენები. ხო, ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც შემდეგ უნდა განთავსდეს. მათ შორის უდგინდებათ, რომ ისინი უნდა იყოს მარკირებული, სპეციალურ კონტეინერებში განთავსებული, რომ მოხდეს მათი იდენტიფიცირება სახიფათოა თუ არასახიფათო ნარჩენი. იმ შემთხვევაში თუ საწარმო არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას, მათ ისინი ვალდებულები არიან დაიცვან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ასევე განსაზღვრავს სრულად დასაშვებ კონცენტრაციებს, რომ რა რაოდენობის დამაბინძურებელი არ უნდა აღმოჩნდეს ზედაპირული წყლის ობიექტში და ამას ლაბორატორიული სინჯების ანალიზის შედეგებით ვარკვევთ. ანუ როდესაც შედის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შემოწმებაზე მოიცავს ყველა ამ საკითხს, მათ შორის ნარჩენები როგორ იმართება, იგივე ნარჩენი მაგალითად ნარჩენის რაოდენობა როგორ უნდა იყოს, ჯერადობა რამდენჯერ შეიძლება განიმარტოს. ეს არის საკმაოდ დეტალურად ხდება ამის იდენტიფიცირება შემოწმების პროცესში და მე ვფიქრობ კომპანიებიც მათ შორის არიან უკვე სამინისტრომ იმდენად აქტიური PR კამპანია ჩაატარა ამ მართულებით, რომ საკმაოდ ხშირად რეკავენ, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი 153 და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო ყველა ადამიანს კი ბატონო შეგვეხმიანონ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონსულტაციების შემთხვევაში თუ მათ დაჭირდებათ, მათ შორის კომპანიებსაც და შეგვეხმიანონ გარემოსდაცვის სამინისტრომ მზად არის უპასუხოს ნებისმიერ კითხვას და მოახდინოს დაუყოვნებლივ რეაგირება. ცხელი ხაზის ნომერი 153 გახლავთ ცხელი ხაზის ნომერი, მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. მსმენელია, გისმენთ. მარჯობა. თუ შეიძლება ამიხსენით, აი ნაგვის დაწვაზე თუ არის რამე სანქცია. კი ბატონო. აუცილებლად იქნება. აი დღეს მაგალითად დაახლოებით დღის 2 საათზე ფილარმონიის პირდაპირ ცენტრში ქალაქის მელიქიშვილზე ავტობუსის გაჩერებაზე იდგა ურნა, რომელიც საშინლად ბოლავდა. ეს არის ადგილობრივი მენაგოების გაკეთებული, ალბათ რო გვიან დაყრიან ნაგავს, მე წვავენ კიდევაც აი ეს ქალაქის ცენტრში. თუ შეიძლება. დიდი მადლობა კითხვისთვის. ბუნებრივი ამ კოდექსმა გაითვალისწინა ასევე ნარჩენების დაწვასთან დაკავშირებული სანქციები. ეს გახლავთ, როდესაც ხდება არასახიფათო ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, ბაღის ნარჩენების, რაღაც საოჯახო მეურნეობებისგან წარმოქმნილი ნარჩენების დაწვა ღია წესით, არადანიშნულების სამეფო საწვავ დანადგარში. ამ შემთხვევაში გახლავთ ჯარიმა 200 ლარის ოდენობით და თუ ეს მოხდება ელასტომეტრული ნარჩენების ან საბურავების ან რეზინის ნარჩენების დაწვა. ბრეზინის ნარჩენები რაც არის, აი მათი დაწვა თუ მოხდება, ამ შემთხვევაში ჯარიმა გახლავთ 500 ლარი. ამაზე რეაგირებას ატარებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და თვითმმართველობის ორგანო. მე უბრალოდ შეწუხებული ვარ იმ ფაქტით, რომ მართლაც ამ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ცენტრში მოხდება, ქალაქის ცენტრში მოხდება თუ დავუშვათ პერიფერიაში, ან გნებავთ ჩვენს რეგიონში, როდესაც ხდება ნაგვის ბუნკერებზე ცეცხლის წაკიდება და დაწვა, მე საშინელებაა ეს, მომწამლავია ძალიან და
მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ამას არაკეთებს, ვიმედოვნებ, რომ ამას არაკეთებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, შესაძლებელია ეს სხვა ადამიანის ან ვიღაცამ ხო შესაძლებელია, იმიტომ რომ სპეციალურად ამის გაკეთება არის როგორც მინიმუმ მავნებლობა და მათი სამსახურის იმიჯის შელახვა პირველ რიგში. ძალიან სამწუხაროა. და აი ეს ერთი მომენტია ნახეთ ქალუტონელი აი ახლა ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო და გაჩნდა აი ბუნებრივად მივდივართ იქამდე რომ სეპარირება უნდა მოხდეს იცით რა იმიტომ რომ იქ ფოთლები როცა იწვება სხვა სახის ნაგავია იქ როცა ელემენტებს ჩავყრით და იწვის და იქ რაღაც ხდება სხვა არის და როცა ქიმიური ნარჩენებია მე არ მაქვს საუბარი მაგრამ შეიძლება ვიღაცამ იგივე აფთიაქიდან გამოიტანოს თუმცა სტანდარტი არსებობს მაგრამ ჩვენ რაღაცა მიჩვეული რაღაცის თუნდაც სახლიდან გამოიტანა ვიღაცამ ნარჩენი იგივე ფანჯრი მეტალოპლასმასის რაღაცა კედლის იმის დაწვა არაფერ შეიძლება თუმცა ალებადი არის და საშინელი კანცეროგენულია ის კი ბატონო ჩოლავი გაზს გამომყოფს თქვენი არ იყოს მეც ძალიან მოხიბლული ვარ ამ კოდექსით იმიტომ რომ ამ კოდექსმა თითქმის ყველა კითხვაზე რაც უჩნდება საზოგადოებას რეალურად დათქმა არის გაკეთებული ამ კოდექსში ამ კოდექსმა ასევე გააკეთა დათქმა სეპარირებასთან დაკავშირებით რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბუნებრივია ეს მომენტალურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამას გარკვეული ფინანსური სახსრები ჭირდება და ამ კოდექსმა ასევე დაადგინა, რომ სეპარირებული შეგროვება უნდა განხორციელდეს ნარჩენების, უნდა მოხდეს მათი განცალკევება და შესაძლებელია ის, რაც ჩვენ ახლა მიგვაჩნია, რომ ეს არის ნარჩენი და არის რეალურად გამოუყენებელი, ჩვენ ეს ვაქციოთ ნედლეულად და გახდეს პროდუქტი საბოლოო ჯამში, ანუ ჩვენ კარგად ძალიან დიდ რესურსს, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის ნარჩენად, ივსება ჩვენი ნაგავსაყრელები და მოგეხსენებათ ეს ნაგავსაყრელები საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და კიდევ ბევრი ნაგავსაყრელები რო გქონდეს. ანუ მივდივართ იმისკენ, რომ რაც შეიძლება მინიმიზაციისკენ წავიყვანოთ ნარჩენების რაოდენობა, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი განთავსდეს ნაგავსაყრელებზე, ნაკლები ნარჩენი დაიწვას და აქედან გამომდინარე მოხდება აუცილებლად სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვაც ქვეყანაში და ამაზე გათვალისწინებულია სწორედ ამ კოდექსში. ეს დამატებით ასევე მისცემს სტიმულს ახალ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესდებიან სწორედ აი ამ ნარჩენებიდან სეპარირებული შეგროვების შედეგად ამოიღონ ეს ნედლეული და გახადონ ისინი პროდუქტად. ანუ ეს დამატებითი სტიმულაცია ბიზნესისთვის, რომ მათ შექმნან ამ ტიპის საწარმოები. და არა მარტო ქალტონელი. წარმოიდგინეთ, თქვენ პოლიეთილენის პარკებიც უნდა ნელა-ნელა გადავაგდოთ, უნდა გამოვიდეს, მაგრამ უნდა შემოვიდეს ქაღალდის პარკები. ნახეთ, ახლა აქ მეორე პრობლემა რჩება სეპარირების დროს. ის შეიძლება ვიღაცამ ორგანული საკვები, მაგალითად საზამთროს ნარჩენები და თუ იმისთვის ცალკე არ იქნა სხვა ტექნოლოგია არ იქნა გამოყენებული, შეიძლება აქ წყალგაო ელემენტალ ძალიან მარტივად წვენი გაუვიდეს, ხო? მოდით სვენელი შემოვიყვანოთ ამ თემაზეც ვისაუბროთ, გისმენთ? მე ვარ ერთ-ერთი. დიახ, ქალბატონო. მე წახან ვერ მოვასწარი, აჭარიდან ვეკავ მე. დიახ. იგივე როცა სიგარეტის გადაგდებაზე ჯარიმა არის და შუა ქალაქში ნეფთოგადამამუშავებელია და იწამლება მთელი ქალაქი. ბათუმში კი აქ აჭარაში. ჯარიმდება და არა იშვიათად ხდება ნავთობპროდუქტების გადინება სხვაში. ამ კუთხით რა ხდება თუ საინტერესო? აი დამასწარი თქვენ ეს. სპიდრისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც ქალბატონო დამასწარით მე მინდოდა ცალკე ზღვის დაბინძურებაზე და დიდ საერთაშორისო გებები როცა შემოდიან ხომალდები იბად ძალიან დიახ. კიდევ ერთი მსმენელი შემოვიყვანოთ და მე გისმენთ. პატივცემ უსტუმართან მაგითხრა შემოგევლე. ალბათონა ერთი შეკითხვა თქვენ პატრულ საკებზე რა თქმა უნდა საკები არიან ყველაფერი მათი კარგი მოქმედება მაგრამ მეტრო ღრმაღელესთან გაჩერება არსებობს ხიდის ქვეშ ერთდროულად შენდება ავტობუსები მარშრუტკები და გაუვლელობა საშინელება და რამდენჯერმე ვთხოვე პატრულს რომ აცნობეთ თქვენ ზედამხედველებს რომ ცოტა ავტობუსის გაჩერება წინ გააჩერონ მარშრუტკების უკანან შებრუნებით რომ გავლა შეიძლებოდეს და გადასვლა თუ ნარჩენი ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის ამათ მე მაინც შევეცდები ძალიან მოკლედ ამ ქალბატონს უთხრა რომ ეს გახლავთ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ანუ ისინი გეგმავენ რეალურად ამ ავტობუსების გაჩერებას და შესაძლებელია თბილისის მერიამ გაითვალისწინოს ამ ქალბატონის შენიშვნა და ცოტა სხვანაირად დაგეგმოს გაჩერებები და რაღაცნაირად მოახდინოს აი ამ პატრულთან ერთად განტვირთვა აი ამ ტერიტორიის და გარდა ამისა ჰაერის დაბინძურების მომენტიც აქვს ქალბატონელი და სამწუხაროდ
ქვეყანაში შეიძლება გარემოს და აი რა კარგი კანონია, აქაც შეიძლება ამოქმედდეს ეს კანონი, აი ამ რეგულაციას. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, ეს კანონი, ასე ვთქვათ, პირდაპირ არ არეგულირებს ჰაერის დაბინძურებას. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონი და იქ საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი. ძირითადად მაინც მასა ჰაერის დაბინძურების თბილისის შემთხვევაში მაინც გახლავთ ის, რომ გადატვირთულია თბილისი საკმაოდ ავტოტრანსპორტით და გამონაბოლქვი მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალია აქედან გამომდინარე. თუმცა ჩვენ საიმედო გვაქვს ის ინფორმაცია, რომ ჩვენ გადავამოწმეთ შერჩევითი წესით საწვავის მდგომარეობა და არ აღმოჩნდა მაინც და მაინც იქ ესეთი მოარული ჭორი იყო თბილისში, რომ ტყუის შემცველობა საწვავში ძალიან მაღალი და აღარ აღმოჩნდა საერთოდ ტყვია. მინდა დავაიმედო ჩვენი მსმენელები, რომ ტყუის შემცველობა საწვავში არ არის. უმნიშვნელოდ იყო გადამეტება გოგირდ წყალბადების შემცველობის ჰაერში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ავტოსანტრანსპორტო ნაკადები რეალურად წარმოქმნის საკმაოდ დიდ გამონაბოლქვს. რაც შეეხება საწარმოებს, კი ბატონო. სეპარირებით და აი იგივე პოლიეთილენის პარკებზე მინდა აი აქაც ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით არა მარტო ყველასთვის, თითოეულ მოქალაქისთვის, აი სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სეპარირებული შეგროვება, განცალკევება მოხდება და ასევე სამინისტროს აქვს ინიციატივა, რომ შემოვიდეს და ამ მიზნით იყო შეხვედრა მათ შორის მწარმოებლებთანაც, შემოვიდეს ბიოდეგრადირებადი პარკები, რომ მათი დეგრადაცია გარემოში, ბუნებრივ გარემოში ბევრად ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე პოლიეთილენის პარკების დეგრადაციას გარემოში. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ინიციატივაზეა დაწყებული, ასე ვთქვათ, სამინისტროში მუშაობა. რაც შეეხება ზღვის დაბინძურებას და გემებიდან ზღვის დაბინძურებას, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შემადგენლობაში გახლავთ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური, რომელიც ასევე ახორციელებს კონტროლს ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით. ჩვენ შევდივართ და ვახორციელებთ ინსპექტირებას თითქმის ყველა გემზე, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და მომენტალურად აღკვეთავთ დაბინძურებას, თუ ხდება ზღვის დაბინძურება, ამავდროულად ანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ჩვენი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური აღჭურვილია შესაბამისი ადამიანური რესურსით და შესაბამისი ლაბორატორიითაც. სულ ახლახანს ჩვენ განმოგვეცა შევიძინეთ ახალი ლაბორატორია, რომელიც დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ზღვის წყალში დამაბინძურებელი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირებას. ჯარიმები გახლავთ საკმაოდ მაღალი, 65,000 ლარია ჯარიმა და გემი ვერ დატოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, თუ არ გადაიხადა ეს ჯარიმა და არის შემთხვევები. კი, არის შემთხვევები, სამწუხაროდ ნამდვილად არის შემთხვევები, თუმცა როგორც გითხარით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური და მოწმდება ყველა გემი. მოწმდება გემზე სწორედ ის აღჭურვილობა, გამწმენდები, რამდენად არის უზრუნველყოფილი, ასევე ჩანაწერები ჟურნალებში ხომ არ აქვთ მათ სახიფათო ნარჩენები, ან როგორ ხდება, სად როგორ სწორად ხდება, თუ არა მათ შორის გემზე შენახული ნარჩენების შენახვა და ასე შემდეგ. ანუ ამ მიმართულებით გარემოს დაცვის სამინისტროს ყავს შესაბამისი სტრუქტურა, ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს შავ ზღვაზე კონტროლს და მათ შორის იმ კონვენციებიდან გამომდინარე, რა კონვენციებსაც არის მიერთებული ქვეყანა და გვაქვს ვალდებულება ამ კუთხით აღებული. იგივე საწარმოო მაგალითად საწარმოებთან მიმართებაში როგორც მოგახსენეთ, ნებართვების პირობებიდან გამომდინარე, მათ აქვთ ვალდებულება, რომ სწორად მართონ ეს ნარჩენები და რაც შეეხება ბათუმში განთავსებულ, ასე ვთქვათ, ტერმინალს, სავარაუდოდ ალბათ ტერმინალზე საუბრობ და ამ ნავთობგადამამუშავებელზე, მათაც აქვთ ვალდებულება სწორად მართონ. ჩვენ საკმაოდ ინტენსიურ კონტროლს ვახორციელებთ კონკრეტულად ამ საწარმოებთან მიმართებაში, საკმაოდ ხშირად შევდივართ, ხშირად ვამოწმებთ, ვუდგენთ ვადებს, რომ ამ ბადაში თუ მათ აქვთ რაიმე დარღვევა, მაგრამ სამწუხაროდ მთავარი პრობლემა ბათუმის შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ის არის ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, გასული საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონირებს იქ ეს ტერმინალი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების დროს ვაგონებზე, საკმაოდ დასრულია ეს ვაგონები, მარტივად რომ ახსნა, კი ბატონო, ანუ როდესაც ხდება ტრანსპორტირება ნავთობპროდუქტების რკინიგზის საშუალებით, იქაც ხდება აორთქლება ამ ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ცისტერნების, ანუ დასრილია ნავთობპროდუქტებით და ხდება აორთქლება ჰაერში და ზოგადად აი ეს ისტორიული დაბინძურება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა ბათუმის შემთხვევაში. ქალდანელი, აი ჩვენ საუბრობთ ამ წობები თუ აბსორბანტები თუ არსებობს საქართველოში უკვე შემოდის და საწარმო ვალდებულია თუ არა რომ კონდეს ეს ნავთობის დაბინძურების აღკვეთის მომენტალური აღკვეთისთვის. კი, მათ უნდა კონდეთ აღჭურვილი ნავთობდამჭერებით, აუცილებლად უნდა იყვნენ. კი ბატონო, არის ნამდვილად მათ აი სწორედ ჩვენ ვახსენეთ გარემოს ზემოქმედების ნებართვის პირობებიდან გამომდინარე აქვთ ამის ვალდებულება.
ნამდვილად არიან აღჭურვილები, ბუნებრივია, ყველა საწარმო არ არის, მაგრამ აი ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც ითვლება, რომ არის დამაბინძურებელი და ამ შემთხვევაში ნავთობდამჭერები, გნებავთ ბენზინ, სადაც ხდება საწვავის რეზერვუარებია განთავსებული, მათაც უნდა გქონდეთ ნავთობდამჭერები და ჩვენ თუ სადმე შევდივართ ინსპექტირების პროცესში, კი ბატონო, საკმაოდ ინტენსიურად ჩვენ ძალიან ბევრი ობიექტი შევამოწმეთ 2014 წელს, ეხლა დამტკიცდება 2015 წლის შემოწმებათა გეგმა და საკმაოდ ინტენსიური იქნება ასევე კონტროლი და ჩვენ კიდევ მე მოუწოდებ კომპანიებს, მათ შორის მოაწესრიგონ მათი ვალდებულებები, ის ვალდებულებები, რაც აქვთ გაწერილი იმ მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციით თუ ნებართვებით თუ ლიცენზიებით, მოიყვანოს შესაბამისობაში თავიანთი საქმიანობა ნებართვის პირობებთან, ჩვენ ვიწყებთ საკმაოდ ინტენსიურ კონტროლს. მოდით ცოტა რელაქსაციისთვის ახლა ეკოვიქტორინა დროა ქალტონელი და რადიომსმენელის გველოდება ეკოვიქტორინა ეკომეტრში. ეკოვიქტორინა შანსი ეკომეტრისგან. შევინარჩუნოთ ნიადაგები და გავაუმჯობესოთ სიცოცხლე მთელ პლანეტაზე. შემოგვიერთდით. ერთად შევქმნათ ჯანმრთელი გარემო მომავალი თაობისთვის. მე მინდა დღეს გაიხსენოთ თქვენ შესანიშნავი ჰიდროლოგი, გერმანელი ჰიდროლოგი, რომელიც გასული საუკუნის მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნეში ძირითადად მუშაობს საქართველოში. ძალიან ბევრი მე-17 საუკუნიდან დაიწყო ევროპელებისთვის საქართველოსი დაინტერესება და მე-18 საუკუნიდან უამრავი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე იწყებს საქართველოს შესწავლას და ბევრი მათგანი სამუდამოდ დარჩა საქართველოში. ესე იგი, დღეს გაიხსენეთ ქართული ჰიდროლოგების კარგად ნაცნობი, მაგრამ ბევრისთვის უცნობი გერმანელი მეცნიერი ბიურგერული წარმოშობის ჰიდროლოგი, რომელიც 1919 წელს პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მშობლებთან ერთად საქართველოში და მთელი სიცოცხლე ემსახურა ჰიდროლოგიის განვითარებას საქართველოში. საფუძველი ჩაუყარა ფაქტიურად. მან დაიწყო სხვათაშორის მამამისმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მშენებლობა დაიწყო. მისივე პროექტით აშენდა პირველი ნაპირდამცავი სამუშაოები ბათუმში. მასვე ეკუთვნის ზახისის ჰიდროლოგიური ბალანსის პროექტი და საერთოდ არსებული ჰიდრო და სამელიორაციო სისტემების მუშაობის პრინციპები. იცოდა 5 ენა. დატოვა რამდენიმე ენაზე შედგენილი ჰიდროლოგიური ლექსიკონი და სამეცნიერო ნაშრომი. მაღალი დონის პროფესიონალს ჰქონდა უამრავი შანსი დარჩენილიყო საცხოვრებლად სამშობლოში, გერმანიაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლოს მაინც ბრუნდებოდა საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს შვეიცარიაში გაიცნო ფრანგი მაღალი წრის ქალბატონი მადლენ დელუტიე, მასთან ერთად დაბრუნდა ისევ საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, სვანეთის უბანში. გერმანელები სასაფლაოსთან იყო მისი სახლი და ლუთერანული ეკლესია იქვე მის ახლოს, დარჩა 2 შვილი, ვაჟიშვილი ცხოვრობს მოსკოვში, ქალიშვილი ცხოვრობდა საქართველოში ქართულ მეუღლესთან და 2 ვაჟიშვილთან ერთად. გაიხსენეთ აი ეს შესანიშნავი მაღალი წარმოშობის გერმანელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში დიდ ჰიდროლოგიურ მეცნიერებას. დაგვირეკეთ 240 91 92 240 92 სულით ხორცთ მე მქონდა ბედნიერება მის ქალიშვილს. ის ქართულად ვერ ლაპარაკობდა კარგად და ბოლო ინტერვიუ რუსულად ჩამოწერინა, მაგრამ ის ხო არაჩვეულებრივი ოჯახი. დაგვირეკეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ სამწუხაროდ მე ვეძებ ინტერნეტში ქართულ ვიკიპედიაში ამაზე სიტყვა ძალიან სამწუხარო. გავიხსენოთ ასეთი კარგი უცხოელები. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქალტონელი. მე მაინტერესებს აი როგორ არის ინდივიდუალური, დავუშვათ ალბათ ადიმსმენელსაც აინტერესებს, ხო? სამომავლოდ აი თვითონ ჩვენგანს რა და საწარმოს რა დაევალება მომავალში და როგორ გამკაცრდება უფრო ჯარიმები. მაგალითად იმაზე, ვისაც ცხოველი ყავს, ვინც გადმოაგდეს ფანჯრიდან, ვინც და ჩვენ თუ არ დავიცავთ.
მე კიდევ ერთხელ შევახსენებ თქვენს მსმენელს, თქვენს მაყურებელს, ჯარიმების ოდენობას. ციფრამდე გაიზრდება. ჯარიმების რამდენად გაიზრდება, დიახ. ჯარიმების ოდენობას თუ მოხდება გარემოს დაანაგვიანება 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით, ჯარიმა გახლავთ 80 ლარი. თუ საცხოვრებელი სახლიდან გადმოვაგდებთ ნაგავს, ამ შემთხვევაში იქნება 100 ლარი. და თუ მოხდება ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯარიმა გახლავთ უფრო მაღალი 120 ლარი. ეს გარკვეულწილად უკავშირდება უსაფრთხოებასაც მათ შორის გზებზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მარტო სიგარეტის ნამწვს არ აგდებენ სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები ფანჯიდან, ასევე აგდებენ ბოთლებს, პარკებს და სხვა ტიპის ნარჩენებს, რომელმაც შესაძლებელია სრულიად ავარიული სიტუაცია შექმნას გზებზე. ბანანის ნარჩენებს და ორგანულ ნარჩენებს, რომელზეც მე თვითონაც რამდენჯერმე ძალიან წარედ და ვეცი. თუ მოხდება 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით. თუ მოხდება მუნიციპალური ნარჩენებით, რომელიც 1 მეტრ კუბს აღემატება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, იურიდიული პირი 1000 ლარით. ყველა ამ დაჯარიმების შემდგომ თუ და კიდევ უამრავი ჯარიმები, რომლებიც არის და ძაღლის ფეკალიებთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, დარღვევა იქნება ჩადენილი მეორედ, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება, განსხვავება გახლავთ დაცული ტერიტორიის ფარგლებში, გაოთხმაგება მიდის ჯარიმის, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიები მოგეხსენებათ საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. და რეკრეაციული და სანატორიების ზონებიდან რაც შეეხება ძაღლის ფეკალიებს, იმ შემთხვევაში თუ სეირნობის პროცესში მოხდა ძაღლის ფეკალიებით ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალიებით გარემოს დაბინძურება, ამ შემთხვევაში გახლავთ ჯარიმა 50 ლარი, მაგრამ თუ ძაღლის მეპატრონე აგნებათ სხვა შინაური ცხოველის მეპატრონე დაუყოვნებლივ დაასუფთავებს ტერიტორიას, ამ შემთხვევაში მის მიმართ არ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჩვენ ვახსენეთ აქ ასევე სხვა ტიპის დარღვევები, ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მაგალითად მუნიციპალური ნარჩენების დაბინძურებისგან, ეს არათავისუფლებს მოქალაქეს იმისგან, რომ მან დაჯარიმდა და დამთავრდა. მას ასევე უდგება დასუფთავების ვალდებულებაც. მან უნდა დაასუფთავოს ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ სამშენებლო ნარჩენები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში მშენებლობები და ეს სამშენებლო ინერტული ნარჩენების განთავსება არის ყველაზე ხშირი შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ადგილობრივ რემონტს ვინც აკეთებს იმისიც. კი ბატონო, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ და თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს პერიოდში გამოიყოფა სპეციალური ტერიტორია, სადაც მოხდება სამშენებლო ინერტული მასალების განთავსება, რომ არ იყოს ეს ქაოტურად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გაბნეული, ასევე თვითმმართველობის ორგანოებიც გამოყოფენ სპეციალურად ადგილებს, სადაც მოხდება ამ ინერტული ნარჩენის განთავსება. რაც შეეხება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აკეთებთ რამეს რემონტს სახლში, მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეობრივი ვალია, რომ ჩვენ სწორად განვათავსოთ, დავიქირავოთ ის კომპანია, რომელიც გაიტანს ნარჩენს სპეციალურ ადგილას. ავიცვალისწინოთ რემონტის ხარჯებში ეს აუცილებლად დაგეგმვისას უნდა იყოს. ხამეჩუმად არ გადავყავოთ, იმიტომ მეორე დღეს მოსახლეობა იძულებულია, მიუხედავად იმისა, ძალიან კარგად მუშაობს დასუფთავების სამსახური, იძულებულია რომ დაყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მას აღარ რჩება ადგილი, ის არის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი და არამც სამშენებლო ნარჩენებისთვის განთავსების ადგილი არ უნდა გახდეს ეს და ამიტომ მე ვთხოვ მოქალაქეებს, რომ ეს ფაქტი ნამდვილად გაითვალისწინონ რემონტის დაგეგმვის პროცესში. დიახ, მე მგონი ჩვენთვის დრო ამოიწურა, ჩვენთვის განკუთვნილი ეს ისეთი თემაა, კაპიტონელი კიდევ შეგაწუხებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი კანონია, რომელსაც მე მგონი ყველა დაუჭერთ მხარს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, ყველანაირად ჩვენი საარსებო არეალი, სხვანაირად წარმოუდგენელია. ცხელი ხაზი 051 უკაცრავად 153 ცხელი ხაზი ეს და ზარი უფასოა. მე ყოველგვარ ჩაშვების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მომხრევა რომ გარემოს მე ვფიქრობ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიუთითოთ როგორც მინიმუმ ჩვენს მეზობელს, მეგობარს, ოჯახის წევრს რომ არ დააბინძროს გარემო. დიახ და პასუხი ასეთი გახლავთ, ეს გახდათ ბარონი ჰენრიხ ფონ ზელეგეიმი. აი ესეთი შესანიშნავი პიროვნება გახდათ, რომელმაც დიდ მეცნიერებს
შეერება საოცრარი არ არის ჩვენ ასეთი ამდენი რესურსი გვაქვს და ჰიდროლოგია დაიწყო მან გეოლოგებმა შესანიშნავად იციან ეს პიროვნება უბრალოდ ამაზე დუმს რატომღაც ეს ქართული ვიკიპედია რომელიც ძალიან საეჭვო ინფორმაციას იძლევა გაცემის სტუმარი გახდათ ქვეყნის მთავარი ინსპექტორი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნელი კორკოტაძე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით გაცემაზე მუშაობდი ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი პროდიუსერი ნათია არვალაძე და ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე მოგძებნეთ სოფლიო ინტერნეტ-ქსელში რადიო 1G და ველოდებით თქვენს აზრებს იდეებს და მოსაზრებებს Facebook-ზე მომავალ შეხვედრამდე ეკომეტრი